მოგესალმებით მეგობრებო საღამომშვიდობისა. დღეს უზარმაზარი საერთაშორისო სკანდალი გასკდა, რომელიც ქოცნებას პირდაპირ მნიშვნელობით წალეკვით ემუქრება. BBC-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი მთელი მსოფლიოს, ასე ვთქვათ, მასშტაბით, გავრცელებადია იცით თქვენ BBC რა არის. ბრიტანული მედია გიგანტი, სადაც აღწერილია 2024 წლის დეკემბერში, ნოემბერში რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების აკრძალული ქიმიური იარაღით დაწამულის შესახებ. იქ მოყვანილია დეტალები. დასახელებული არის საკრძალული ქიმიური ნივთიერებაც, რომელიც აღარ გამოიყენება უკვე 30-იანი წლებიდან. და ამით მასობრივად მოწამლეს ხალხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ, რაც კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ წვეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე, სახალხო პროტესტში ჩაბმულ ხალხს თავზე დაასხეს აკრძალული ქიმიური ნივთიერება, დაწამლეს მოკლედ. იმ BBC-ს დოკუმენტურ ფილმში მოყვანილია არაერთი დეტალი, არაერთი მოწმე, დაზარალებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიაქციეთ ყურადღება, იქ არის დადებული გაეროს სპეცწარმომადგენლის წამების საკითხებში კომენტარი, რომ ეს არის აკრძალული ქიმიური იარაღი, რომელიც დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებას. გაეროს სპეცწარმომადგენელი წამების საკითხებში. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწავლობს ადამიანთა წამების ფაქტებს და მერე ეს ყველაფერი აისახება გაეროს რეზოლუციებში და მოხსენებებში. მე მგონი ვირისტვინა ქოცებიც კი უნდა ხვდებოდნენ რა დონის დედისწყნა აქვთ დამართული. საქმეში ჩაება სხვათა შორის გასაკვირად ოპერატიულად ევროკავშირის პრესპიკერი ანიტა ფიშერი, თუ არ ვცდები, გვარდასახელი არ მინდა შემეშალოს, ოფიციალური წარმომადგენელი ევროკავშირის და მან განაცხადა, რომ აუცილებლად სასწრაფოდ გამოსაძიებელია ეს საქმე. ძალიან მარტივად, მეგობრებო, ეს არის არა უბრალოდ ადამიანის უფლებათა რაღაც დარღვევა, ბანალური, არამედ ეს არის მასობრივი დაწამლა შხამით მშვიდობიანი დემონსტრანტებისა, რომელიც გათანაბრებული არის წამებასთან. გაეროს და, ევროკავშირის და საერთაშორისო საზოგადოების ყველა კონვენციით. წამებასთან არის გათანაბრებული. ანუ ჰააგის ტრიბუნალი არის ორნაბიჯში. ქოცებო, მოგესალმებით. თქვენი დედისწყნა დაიწყო პირდაპირ მნიშვნელობით რა. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, სადამ ჰუსეინის სახჩობელად ჩამოსაკიდებელი ერთ-ერთი მოტივი ბრალდება იყო ერაყელი ქურთების დაწამლა, მასობრივი დაწამლა. როგორც საქართველოში მასობრივი დაწამლა მოხდა იქ, ხო? ერთმა ქოცმა, რომელიღაც კომენტარში დამიწერა, აბა მაჩვენე ერთი მკვდარი მაინცო, ქალმა. ერთი მკვდარი მაჩვენეთ რა ჰააგის ტრიბუნალზე ლაპარაკობთ. ანუ ადამიანთა მასობრივი წამება ამ ქოცისთვის და როგორც ყველა ქოცისთვის, ქალისთვის და დედისთვის, არაფერი არ არის. მკვდარი უნდა მას უნდა აჩვენო, აი თურმე მკვდარი როცა იქნება გვამი, მაშინ არის ჰააგის ტრიბუნალის საქმე. არა, მასობრივი წამება არის ეს. როგორც ქოცებს ახლა თავისი ვირისტვინით საიდან უნდა იცოდნენ ეს რაღაცეები. თავარია ღლიცინებენ, აბა სად არის მკვდარიო? ქალები, დედები, ქოცები. ამიტომ ვიძახი ბიომასაა, გენეტიკური ნაგავია.
ასობით ადამიანი არის მოწამლული და უმძიმესი რეციდივები აქვს დღემდე. ყველა ფაქტები არსებობს საამისო და უკვე დაიწყო ამაზე ფაქტების კიდევ უფრო მეტად შეგროვება და ჰააგის ტრიბუნალზე უნდა წარადგინოს ეს ყველაფერი ქართულმა საზოგადოებრიობამ. როგორი უმძიმესი ტრამვები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წამებასთან გათანაბრებული ტანჯვად უბედურება გამოიარა ხალხმა იმის გამო, რომ ქოცებმა გამოიყენეს შხამი, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. აი ეს თხარეს ქოცებმა და ამოთხარეს. ჩვენ BBC-ს უნდა უჩივლოდო ახლა, უჩივლეთ მიდი ხო? BBC-ს უჩივლეთ, რაც მეც გაქექავთ, უფრო მეტი მძღნელი შეგეზილებათ სახეზე ახლა, ხო იცით? არ იცით ეგა? გაერო სპეცწარმომადგენელი წამების საკითხებში და ევროკავშირი რო გამოეხმაურა უკვე ამას და სასწრაფო გამოძიება მოითხოვეს. ეს რას ნიშნავს? რამდენიმე დღის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაქვეყნებს თავის პირველი წელია ხო მათი ყოველწლიურ ანგარიშს ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგახსენებათ ეს ყოველ წელს სადღაც 10 დეკემბრისთვის ქვეყნდება ხოლმე ყოველწლიურად და იქ ყველა ქვეყანაში დეტალურად დარღვეული ადამიანის უფლებებია აღწერილი. უკვე გამოიჩინა იქიდან ინფორმაცია, რომ ეს იქნება კატასტროფული დასკვნა საქართველოს შესახებ. ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 33 წლის მანძილზე ასეთი უმძიმესი დასკვნა კოცბანდის დანაშაულებების ამსახველი ჯერ არ ყოფილა. ანუ პირველად ისტორიაშიო, როგორც იტყვიან, ტრამპის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების დედისწყნის სეზონს გახსნის. ამასაც ესე ყველასთვის გასაგები ენით, განსაკუთრებით ქოცებისთვის ვიტყვი. ქოცური დიქტატურის ფაქტები იქნება ჩამოთვლილი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტრამპის ყოველწლიურ დასკვნაში და ეს იქნება სახელმძღვანელო მთელი მსოფლიოსთვის. ვინც არ იცის, შეგახსენებთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური დასკვნა ადამიანის უფლებების შესახებ მთელ მსოფლიოში. ეს არის მთელ მსოფლიოში სახელმძღვანელო, როგორ ირღვევა ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და მე გარწმუნებთ, რომ აფრიკის ბევრ ტირანიაზე უმძიმესი დასკვნა დაიდება კოცბანდის დიქტატურის წინააღმდეგ, რასაც ვულოცავ, ეს იქნება პირველი საფუძვლიანი ოფიციალური დოკუმენტი რა ქაქში, რუსულ ქაქში ზის კოც დიქტატურა, მარიონეტული ბანდა, რომელიც იმართება რუსეთიდან. აი ასე დაალაგეს კოცებმა ტრამპთან თავიანთი ეს საოცნებო დიალოგები, ხო? ასე რომ მოსალოცად გაქვთ საქმე. გააზიარეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა გაიგოს რა ხდება კოცბანდის თავს და გამოხატეთ თქვენი აზრი, კომენტარები დაწერეთ. შემდეგ მე ჩააყრიათ ჩემს კომენტარებში კიდევ ფაქტებს BBC-ს დოკუმენტური ფილმისა და ჟურნალისტური გამოძიების შესახებ და ამ ფაქტზე გაეროს სპეცწარმომადგენლისა და ევროკავშირის წარმომადგენლის ოფიციალურ განცხადებებს. კოცებო, ვერ ხვდებით რა ხაკში ხართ? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის პირდაპირი გზა ჰააგის ტრიბუნალისკენ. ადამიანების, მშვიდობიანი დემონსტრანტების მასობრივ წამებასთან დაკავშირებით. აკრძალული ქიმიური იარაღით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ამოიღო დემონსტრაციების დაშლის საქმიდან. და აღარ გამოიყენება 10 წლეულებზე მეტია, თქვენ კიდევ გამოიყენეთ. გია ვოლსკიმ ეს ძველი კომუნისტი პუტანა
საბჭოთა პარტბილეთით რო შეხვდა საბჭოთა კავშირის დაშლას 9 აპრილის შემდეგ რო დაწინაურდა კომპარტიული იერარქიაში, ცეკაში. იმან განაცხადა, რომ იცი ახლა 30 წლის შემდეგ, 1930 წლის შემდეგ თუ აკრძალეს ეს იარაღიო, ეს გაქვია დაკარგული ნივთიერება ჩვენთან საიდან მოხდაო? არ დაკარგულა იმბეცილო ბატონო ვოლსკი, ამხანაგო უпроსწორად ვოლსკი. ქიმიური ნივთიერება არ გამქრალა არსად. უბრალოდ ის აღარ გამოიყენებოდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. და ეს თქვენ გამოიყენეთ შარშან ნოემბერ-დეკემბერში. და ამისთვის მოგეთხოვებათ სასტიკი პასუხი. ეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანთა მასობრივი წამებისათვის ჰააგის ტრიბუნალის საკნების მყრალი სურნელი. გეტაკაც სხვისში ალბათ და იმიტომ ახართ ასე აციოკებულები. ხა გაიხსენეს ეს BBC აღარ არისო ისეთი ორგანიზაციაო, რომელიცო თავისუფალ მედიას განასახიერებს. ხო, მაგით გაიკიტრეთ გული, რომ BBC არ არის თავისუფალი მედია საშუალება და იქ მოყვანილი ფაქტები კიდევ არ არის რეალური ამბები აგერ. ხალხი არსებობს აგერ. ცოცხალი ადამიანები ჯერ კიდევ მერტმა დიდხანს აცოცხლოთ, ვინც გადაიტანა ეჯოჯოხეთები, ისინი ჩვენებებს იძლევიან. არსებობს იმ დროსვე, იმ დღეებშივე გაკეთებული ბიოლოგიური ექსპერტიზა, ქიმიური ექსპერტიზა, რომელთაც ყველაფერი ეს გადაგზავნილია საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასე რომ კვალი არ წაშლილა, არსებობს ქიმიური ექსპერტიზაც პირველადი და არსებობს დაზარალებულთა ჩვენებებიც, რომლებმაც უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანი მიიღეს ამისაგან. ძალიან კარგი. რაც უფრო მეტად გაიგებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა ფაქტებით, რა ფაშისტური კანიბალური რეჟიმი მართავს საქართველოს, კრემლიდან გამოგზავნილი ბორია რუსი დივერსანტის ხელმძღვანელობით, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. მით უფრო მზარდი და აქტიური იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ხარდაჭერა. და ესეთი ამბავია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანთა მასობრივი წამება, ადამიანთა მასობრივი დაწამვლა აკრძალული ქიმიური იარაღით. ამის ზევით რა ვიცი, ხა მასობრივი მკვლელობები თუ არსებობს კიდევ. და ეს ყველაფერი მოხდება უამრავ ანგარიშებში და დარწმუნებული ვარ აი ამ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაშიც, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, იქაც მოხდება ეს აუცილებლად. ამას უკვე ვეღარ გადაურჩევით, ხოცე. ეს აღარ არის, რა ვიცი, ბანალური ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს არის საერთაშორისო დონის დანაშაული. ადამიანთა მასობრივ წამებასთან გათანაბრებული. აი ამის თქმა მინდოდა გაავრცელეთ რაც შეიძლება მეტმა. გამოახატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და კოცების დედისწყნის სეზონი გახსნილი არის. რუსული კოცბანდა უნდა საკუთარ განავარში ჩაიხრჩოს და ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლეს როგორც ტერორისტული, ანტიადამიანური, ანტიჰუმანური რუსული ბანდა, რომელსაც უკვე ვეღარაფერი ვეღარ უშველის. მატარებელი დაძრულია. იხარეთ და იმრავლეთ. ბოლომდე ოლიგარქიის და რუსული ბანდის, კოცბანდის საქართველოსთან გასაპანღურებლად და საქართველოს გასათავისუფლებლად. გფარავდეთ უფალი, გააზიარეთ რაც შეიძლება მეტმა. იხარეთ და იმრავლეთ.